ვიმყოფებით სოფელ ასურეთში, რამინაშვილების მარანში. ცხოვრობდნენ დიდი ხნის წინ ამ სოფელში გერმანელები 1817 წლიდან 1941 წლამდე. 51 წელს, როდესაც აქედან გადაასახლეს გერმანელები, ჩამოასახლეს რაჭის მთიანი სოფლები და რაჭველები. ერთ-ერთი იყო ჩვენი ოჯახი. ქართველის კულტურა არის ქვევრი. აქ ჩვენ გავაგრძელებთ ევროპული ტრადიცია გერმანელების ჩამოტანილი და ვაგრძელებთ ღვინის დაყენებას კასრებში, უხის კასრებში. მარანი ისევ ის არის, რაც გერმანელების დროს. ალბათ ესაც არის მოსახიბლი, რომ სწორედ ის სიძველეა შენარჩუნებული, რაც მათ დროს იყო. ჩვენ გვაქვს 3000 კვადრატულზე ვენახი. იქიდან მოწეულიდან ალბათ ტონა ნახევარი მოგდის ხოლმე წლის ჭრილში. ვაწარმოებთ ძირითადად აი ამ შავი, არა, წითელი ფერის ღვინოა, სახელად შალა. აქაური ერთ-ერთი გერმანელი ოტო შალის საპატივსაცემლოდ, რომელსაც პირველს დაუწურია ეს ღვინო. გადმოცემით რაც ვიცი, რომ აქ ყოფილა ესეთი ყურძენი, რომელიც იყო ველური და აი ამ ბატონს ოტო შალს გაუკეთებია მის გამტირვალს ღვინო და სწორედ მაგიტომაც დაარქვეს ამ ღვინოს შალა. ქვემო ქართლში ძალიან ბევრი ტურისტული ლოკაციაა მოსახიბლი და ერთ-ერთი აი ესეთი დაგემოვნების ადგილი სივრცეთ ჩასვეს ჩემი მარანიც, რამდენიმე ტუროპერატორმა. ჩვენი მოწეული მოსავლიდან მიღებული ღვინო, ასე ვთქვათ, ძირითადად ჩემს სტუმრებს ხმარდება, ასე რომ სადმე წავიღოთ და ბაზარზე გავიდეთ, არა გვაქვს ამ რაოდენობის და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ჩვენი ტურისტისთვის იყოს საკმარისი. სიმართლე გითხრათ, ღვინის ხათრით მოდიან აქ, ამ ღვინის ხათრით. განსაკუთრებული გემოვნური თვისებები რო აქვს, ალბათ მაგიტო. აქ მაცხოვრებლები ძირითადად მევენახეობას მიყვებიან. კი, რასაც მე უყურებ, მეზობლებს ყველას აქვს ვენახი. განსაკუთრებით ახალგაზრდები, ვინც თბილისში არიან წასულები, ნამდვილად აი ამ ბოლო დროს მე შემიმჩნევა, უი, რა ზავოთ, მიმანაც გაპრანჭა მარანი, აი ესეთი რაღაც მიიღო სტუმრები, აი ესეთი რამდენიმე კი გაჩნდა ესეთი ლოკაცია, ძალიან კარგი იქნება თუ უფრო მეტი და მეტი იქნება. იმიტომ რომ ჩვენი გერმანულ დანატოვარ სახლებს აქვთ ესეთი მარნები და რატომაც არა.